ასანთის ღერი ის უნდა გადაადგილო 1 ღერი, რომ სწორი მიიღო პასუხი. ძალიან მარტივია, მე ნებისმიერი შემეძლია ეგეთ მათემატიკური დავალებები ამოვხსნა. მიდი აბა, შენ ხო გენიოსი ხარ. კაი, სანამ მე ამას მოვძებნი ხალხო, მანამდე თქვენც დაწერეთ, რომელი 1 ღერი უნდა გადაადგილო, რომ მოიღოს სწორი პასუხი. მე კიდე ახლა დავფიქრდები. ხრისტი, დარწმუნებული ხარ, რომ აქ არის შეცდომა? კი, რა თქმა უნდა, შეცდომით არის, მაგრამ რაღაც გადაადგილებით შეიძლება რამე? კი, რა თქმა უნდა, უნდა გადაადგილო 1 ღერი, რომ მიიღოს სწორი პასუხი. მე ვფიქრობ ხალხო, რომ ქრისტი მატყუებს და არ გატყუებ, ნებისმიერი მხრიდან შეგიძლია გადაადგილო. ესე რო იყოს ქრისტი? ტოლობის მხრიდან. არა, ტოლობიდან რო ავიღოთ 1 ხო. და მინუსზე დავადოთ. ხო იქნება პლუსი 7 + 10 - 10. მათემატიკაში ამდენი ქულა გყავს. რა, 7 + 10 - 10 ქრისტი. არა. დაუსრულებელი ტოლობა, მაგრამ ანუ სწორი იქნება, ხვდები? არა, ძალიან მარტივია. აი, ძალიან მარტივია. კომენტარებში დაწერეთ 7 + 10 - 10. არ არის სწორი? არა. კარგი, ახლა კიდე დავფიქრდები და ვნახოთ. იპოვე? ვეძებ ქრისტი, თუ შეიძლება მაცადე რომ ვიპოვო. მალე იპოვე რა. რა ვარ შეზღუდული და მაცადე. აი, ზღუდავ. ნუ მზღუდავ, რატომ? 20 წამი დაგჭირ. არ მაინტერესებს სტრესში მე ვერ ვეძებ. სტრესში პოვნა არ შემიძლია. არ ვიცი ქრისტი, პასუხი არ ვიცი. ამას უნდა დავжди და ვიფიქრო. ესე მარტივად არ ხდება რა. ვნებდები. ნებდები ხო? ვნებდები. კარგი, კომენტარებში დაწერეთ სწორი პასუხი. მანამდე ერთ ჩაპიტოს გავხსნი უცებ და ნახოთ შეგეთ რა მოვიდა. ქრისტი. რა არის? აი ეს არის ლომი. აი ესეთი ლომი ვარ მეც ამ თამაშში. კომენტარებში დაწერეთ რომ ძალიან მაგარი ლომია.